მოგესალმებით, ეთერშია მოამბის სპეციალური გამოშვება. იური ვაზაგაშვილის საქმე გახსნილია ამ წუთებში მთავარ პროკურატურაში საგანგებო ბრიფინგი დაიწყო ჩვენს პირდაპირ ეთერში. მივესალმები ქართულ საზოგადოებას. მინდა გაცნობოთ, რომ საქართველოს პროკურატურის მიერ კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში მომხდარი აფეთქების შედეგად მოკლული იური ვაზაგაშვილის მკვლელი დაკავებულია. კერძოდ ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად დაკავებული არის პოლიციის თანამშრომელი გია სოსანაშვილი. საზოგადოებას შევახსენებ, რომ 2005 წლის 20 იანვარს ნათესავის დაკრძალვაზე კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში ჩასული იური ვაზაგაშვილი მივიდა საკუთარი შვილის ზურა ვაზაგაშვილის საფლავზე, სადაც დამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობის აფეთქების შედეგად შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა. გამოძიების მიერ შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული იქნა საფლავზე აფეთქებული ხელყუმბარის ნაწილი, ეგრეთ წოდებული ფალიის სახელური, რომელზეც ჩატარებული ექსპერტიზით აღმოჩენილი იქნა ადამიანის დნმ-ის კვალი. გამოძიებით გადამოწვდა მობილური ტელეფონების მომსახურე ანძების აბონენტები, დაიკითხა ათეულობით მოწმე, განისაზღვრა დანაშაულის შესაძლო ჩამდენ პირთა წრე, რომელთა მიმართ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენინსპექციისა და კონტრაზვერვის დეპარტამენტთან თანამშრომლობის ფარგლებში ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებით დადგენილი და დაკავებული იქნა პოლიციის თანამშრომელი გია სოსანაშვილი, რომელიც, როგორც გამოძიებით უტყუარად გინდება, 2015 წლის 19-20 იანვარს იმყოფებოდა კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში და რომლის დნმ-ი გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად დაემთხვა შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ასაფეთქებელი მოწყობილობის, კერძოდ ხელყუმბარის ფალიის სახელურზე აღმოჩენილ დნმ-ს. ამდენად უტყუარად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ იური ვაზაგაშვილი მოკლული იქნა გია სოსანაშვილის მიერ ზურა ვაზაგაშვილის საფლავზე დამონტაჟებული ხელყუმბარის აფეთქების შედეგად. გამოძიება გრძელდება დამამძიმებელ გარემოებებში იური ვაზაგაშვილის მკვლელობის კვალიფიკაციით, დანაშაულით გათვალისწინებული სისხლისამართლის კოდექსის 119 მუხლის პირველი ნაწილის გექვეპუნქტით, რაც სასჯელის სახე და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 11-დან 14 წლამდე ვადით. ასევე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო მუხლს ჩაუხრელი შრომისათვის საქართველოს პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის ბიჭებს, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს გენინსპექციისა და კონტრაზვერვის დეპარტამენტის ბიჭებს, რომელთა ამ შრომის გარეშე ეს დანაშაული ესე მოკლე ვადაში ვერ გაიხსნებოდა. აქვე მინდა განვაცხადო, რომ ჩვენ სრულიად ღია ვართ საზოგადოებასთან ამ საქმეში, რა თქმა უნდა გამოძიების ინტერესების გათვალისწინებით და მე ამ შემთხვევაში დღეს მზადა ვარ თქვენს ნებისმიერ კითხვას გაგცეთ პასუხი. მოდით როგორ აქვთ, ყველას გაგცემთ პასუხს რიგრიგობით დასვით. კი ბატონო. ეს არის მოქმედი პოლიციელი, რაც შეეხება მოტივს ამ ეტაპზე გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ვერ ვისაუბრებ. გამოძიება გრძელდება. მოტივთან დაკავშირებით და ამ პიროვნების ქმედებასთან დაკავშირებით არსებობს მთელი რიგი ვერსიები, მაგრამ ამ შემთხვევაში საზოგადოებას, როგორც აქამდე იჩენდა მოთმინებას, თხოვ გამოიჩინოს მოთმინება, რომ გამოძიებამ შეძლოს იმ კითხვებს გასცეს პასუხი, რომელიც რა თქმა უნდა არსებობს საზოგადოებაში. დავატოვებთ თქვენაც სცენეთ შემსრულებელი პირის დაკავებულია ეს არის სოსანაშვილი გამოძიების მიხედვით თუ არის უპრეცნობელი დამკვეთი თუ არის პრობლემისმსრულებელი ამას. ზუსტად ამაზე ვსაუბრობდი, რომ გამოძიება გრძელდება. ამ ეტაპზე დაკავებული არის ესე რომ ვთქვათ ამფეთქებელი, ანუ ის პიროვნება ამსრულებელი, რომელმაც უშუალოდ დადო ხელყუმბარა და რომლის აფეთქების შედეგადაც მოკვდა იური ვაზაგაშვილი, მოკლული იქნა იური ვაზაგაშვილი. შესაბამისად ამ ეტაპზე მე დამკვეთებზე ვერ ვისაუბრებ, არსებობს ვერსიები, რომლებზეც საგამოძიებო ჯგუფი მუშაობს, ეხლაც მუშაობს, ამ წამსაც მუშაობს და რა თქმა უნდა, შესაბამისი მტკიცებულებების მოპოვების შემთხვევაში ჩვენ ამის შესახებ აუცილებლად ვაცნობებთ საზოგადოებას. ჩვენ ვუშაობთ ყველა ვერსიაზე, მათ შორის რა თქმა უნდა ერთ-ერთი ვერსია არის, რომ ეს აფეთქება მოხდა ზურა ვაზაგაშვილის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით. ამ ეტაპზე დაკავებული ბრალს არ აღიარებს. თუმცა
მე მინდა გამაცხადო და განვმარტო საზოგადოებას, რომ დნმ-ის კვლევა, ზოგადად დნმ-ის კვალი იმდენად მყარი მტკიცებულება არის, რომ შეგვიძლია ვიმსჯელოთ, რომ 100%-ით ეს არის უტყუარი მტკიცებულება და ამის საეჭვო და სადავოდ გახდა მეცნიერულად შეუძლებელი არის. როდის მოხდა დაკავება? დაკავება მოხდა გუშინ. და თქვენაცნებ დიახ, ასრულებთ. ბატონო რაკი გირთა ჯგუფი ახსენეთ. უბრალოდ იყო რიგითი პოლიციის თანამშრომელი ერთ-ერთ რაიონში. მუშაობდა წალკის რაიონში. დიახ. გირთა ჯგუფში თუ მოიაზრება ან ხო არ გახდით იმ ჯგუფს, ვინც უკვე დაკავებულია შვილის საქმესთან დაკავშირებით. მე გითხარით, ამ შემთხვევაში რისი თქმა შემეძლო ამ დანაშაულის მონაწილეებთან დაკავშირებით, მე გითხარით ამ სრულებლის მკვლელის სახელი და გვარი, რომელსაც გამოძიება აუცილებლად წარუდგენს ბრალს და სასამართლოს მიმართავს შესაბამისი აღკვეთი ღონისძიების გამოყენების თაობაზე, მეც ამ ეტაპზე გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ვერ გეტყვით და იმედია გამიგებთ, თქვენს გამიგებთ და საზოგადოებაც გაგვიგებს. გია სოსანაშვილი არის მოქმედი პოლიციელი, შესაბამისად არ არის ამ ლიგის წევრი და ვერც იქნებოდა ამ ლიგის წევრი, აქედან გამომდინარე. დიდი მადლობა. გწდებოდეთ. ეს ხო პირდაპირ ჩართვა მთავარი პროკურატურიდან, სადაც საგანგებო ბრიფინგი გაიმართა, დაკავებულია იური ბაზაგაშვილის მკვლელი და ეს არის პოლიციის მოქმედი თანამშრომელი გია სოსანაშვილი. ბრიფინგზე არ უსაუბრიათ მკვლელობის მოტივზე, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე. და იური ბაზაგაშვილის საქმის გახსნასთან დაკავშირებით პირველი კომენტარი უკვე გააკეთა საქართველოს პრემიერმა, რომელიც მიუნხენში უსაფრთხოების კონფერენციას ესწრება. მე რა თქმა უნდა თავშევიკავ წინასწარ რაიმე კონკრეტულის თქმისგან, რა თქმა უნდა მე მაქვს ინფორმაცია ამის თაობაზე, მაგრამ მე მირჩევნია რომ დაველოთ პროკურატურას, მათ ოფიციალურ განცხადებას და განმარტებას. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევა ჩვენი ხელისუფლების და მე მინდა ასე ვთქვათ აღნიშნო რომ მსგავსი ფაქტი რომ მოხდა ძალიან სწრაფად გამოძიებული, ეს არის ჩემთვის ძალიან საამაყო და მე მინდა მიულოცო ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ გამოძიების პროცესში იყო ჩართული.